მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა თქვენი დრო და მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი ჩვენი პარასკევის გადაცემა ამჯერად სტუმართან ერთად. სტუმარი იყო დაანონსებული, თქვენთვის კარგად ნაცნობი, ფენშუის სპეციალისტი, აღმოსავლური ასტროლოგიის სპეციალისტი ქალბატონი ეკა კვარაცხელია ყავს ჯერ დღეს სტუმრად. მოგესალმებით, ჩემო კარგო, მადლობა მობრძანებისთვის სტუდიაში და მადლობა უკვე წინასწარ იმ საინტერესო საუბრისთვის, რომელიც გვექნება წინ, თორე ჩვენ ახლა გავისაუბრეთ და უკვე გარკვეული ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანი თემატიკა გვაქვს დღეს და ჩემო კარგებო, ახლა რასთან არის კიდე დაკავშირებული ეს ყველაფერი, თქვენ იცით რომ ჩვენ ვახლოვდებით ახალ წელს აღმოსავლური კალენდრით, ან 5-ში ღამე, ახლა 5 თებერვალს იწყება სწორედ ის მნიშვნელოვანი წელიწადი, რომელსაც ჩვენ ყვითელი ტახის წელიწადის სახელწოდებით ვიცნობთ, თავდება ძაღლის წელიწადი და იწყება 5-ში ყვითელი ტახის წელიწადი. ამ თემებზე დღესდღეობით ჩვენ ვისაუბრებთ და ერთი ასტროლოგიური პრინციპები, ასტროლოგიური ხედვა დაუშვათ აღმოსავლური ახალი წლისა, მეორე არის ფენშუის პრინციპული ხედვა და მათი დამოკიდებულება ფენშუისტების ამ საკითხებისადმი, რაც ასევე არანაკლებ საინტერესოა და ამასთან ერთად ახლა შესფუთებულია ყველაზე მეტად საზოგადოება რითაი მაგალითად მე ყველაზე მეტად ჟურნალისტები მერეკავენ რა თემაა ახლა ყველაზე აქტუალური, რატო ამდენი უბედურება იანვარში რატო იყო და რატო ეს გრძელდება და როდის დამთავრდება. იმიტომ ჩვენ ნახეთ გაზის გაგუდვის რამდენი შემთხვევა, გაზის საფეთქების და ასე შემდგომ იყო სროლა შუა რუსთაველზე და 1000 სხვა სახის კატაკლიზმები და ასე შემდგომ სოფლიო ეკოლოგიურ კატაკლიზმებსაც ხედავთ რაკეტებია შეერთებულ შტატებში და ასე შემდგომ და ყოველ შემთხვევაში რაღაცა იანვარი იყო რთული ჩვენ აღვნიშნეთ ასტროლოგიურად თავით დროზე ეს იყო მზის და მთვარის დაბნელებების დერეფანთან დაკავშირებული რომელიც გავიარეთ იანვარში და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან დაკავშირებული. ეხლა საინტერესოა მაგალითად აი ეს იანვარი და მისი სრთულეები ფენშუის კუთხით რასთან იყო დაკავშირებული, იქნება ამაზე დავიწყოთ ჯერ საუბარი და თებერვალში თუ გველოდება აი ესეთი სახის ასე ვთქვათ სრთულეები, იქნება აი ამ თემით დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ახლა უკვე ჩემს მაყურებელს და ფენშუის ერთგულს მენას, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მაგრამ არ შემიძლია გადაცემა არ დავიწყო და ჩემი სამძიმარი არ გამოვთქვა იმ დაღუპული ადამიანების შესახებ, ვინც ესე ვთქვათ, აი ამ თვის იანვრის თვის ამ ტრაგედიების ფონზე დაიღუპნენ. მე მინდა ყველას უთხრა სამძიმარი და გითხრათ, რას ნიშნავდა ეს პერიოდი, როდესაც მე ყოველთვის ვიძახდი, რომ 17 იანვრიდან 4 თებერვლამდე არის ძალიან მძიმე პერიოდი, რომელსაც ქვია ფენშუის ენაზე მიწიერი დასჯის პერიოდი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლი ამთავრებს თავის ესე ვთქვათ, ერთწლიან ციკლს და ენერგეტიკა, რომელიც მისი სტიქიიდან გამომდინარე იანური მიწის ძაღლის ენერგია იყო, თვითონ იანური მიწის ძაღლის ენერგია გამოხატავს და სიმბოლიზირებს სამარხებს, ამიტომ მას ჰქონდა წლის ბოლოს დასასრულს თავისი დასჯის მექანიზმი ჩართული ერთგვარი და ესე ვთქვათ კუდის მოქნევის 17 იანვრიდან 4 თებერვლამდე კუდის მოქნევის პროცესი. ხედავთ თქვენ როგორ განვითარდა 17-დან რო დაიწყო ესე ვთქვათ სახლის ნგრევა, გაზის აფეთქებასთან და დაღუპვა ადამიანები დაიღუპნენ, სახლი დაინგრა ეს დიღომში ვამბობ, დიდ დიღომში, აი იქიდან მოყოლებული თითქმის დღე არ არის, რომ რაღაცა ესე ვთქვათ ინციდენტი არ მოხდეს და რაღაც უბედურება არ მოხდეს. ამიტომ როგორმე ძალიან გთხოვთ, გაიარეთ ეს პერიოდი ძალიან ფრთხილად 4 თებერვლამდე, დიახ 5-მდე, 4 თებერვლის ჩათვლით 5 თებერვლამდე, როდესაც უკვე რეალურად შემოდის აღმოსავლური ახალი წელი. ინფექციების ესე ვთქვათ მომატების ალბათობაც კი არა და შედეგიც ამასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ეს უმძიმესი პერიოდი, რომელიც ალბათ უკვე რამდენიმე წლის მერე თუ დადგება, კოსმიურად სრულდება და შემოდის ესე ვთქვათ მეორე ენერგია, ოღონდ ისევე მიწის, ოღონდ არა ესეთი სამარხების სიმბოლიზირების ენერგია, არამედ შემოდის ნაყოფიერებისა და ესე ვთქვათ ქალური შობადობის ენერგია. ტახი ამ შემთხვევაში არის ნიშანი, მე ვსაუბრობ სტიქიაზე. ანუ ვაცილებთ იანურ მიწას და შემოდის ინური, ანუ ქალური, ანუ უფრო პასიური მიწა. მას აქვს თავისი პოზიტიური მხარეები და აქვს თავისი ნეგატიური მხარეები.
მე ხლა მინდა ორი სიტყვით, ესე ვთქვათ, უბრალოდ გავაკეთო დამდეგი წლის პროგნოზი, როგორი იქნება 2019 წელი და საერთოდ რაში გვჭირდება, აი მიშა, რომ ვამბობთ, გვაქვს ჩვენი ახალი წელი, ძველით ახალი წელს, როცა აღნიშნავთ მართლმადიდებლური სამყარო, არის კალენდარული ახალი წელი, როდესაც 1 იანვარს ხვდებით, რა საჭიროა საერთოდ ვიზიარებდეთ თუნდაც 5 თებერვლის აღმოსავლური ასტროლოგიით ახალი წლის შეხვედრას. რაში გვჭირდება ეს ყველაფერი? საინტერესო კითხვა. დიახ, გვჭირდება იმდენად, რამდენადაც ჩვენ როგორც გითხარით, ესე ვთქვათ, ვასრულებთ ერთი ენერგიის, კოსმიური ენერგიის სტიქიის ციკლს, რომელსაც ქვია იანური მიწა, სრულდება და ეს ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ შემოდის მეორე კოსმიური ენერგია, რომელსაც ქვია მიწა, მაგრამ ის არის უკვე სხვა პერიპეტიები და სხვა ხასიათის მიწა შემოდის. იმ გამომდინარე იქიდან, რომ იცვლება ენერგეტიკა კოსმიური, იცვლება ჩვენი სახლის ენერგო გეოპათოგენური ზონები და გეოდადებითი ზონები. ანუ მე როდესაც ვამბობდი, აი რომ 4 თებერვლამდე ყველაზე 4 თებერვლის ჩათვლით, ანუ 5 თებერვლამდე ყველაზე პრობლემურია სახლები, რომელთა ცენტრალური შემოსასვლელი კარი აქვთ გაჭრილი 2018 წელს. ჩვენ დღეს კიდევ 2018 წელში ვიმყოფებით აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2019 შემოდის მხოლოდ 5 თებერვალს. ამიტომ რამდენიმე დღეც და ამოისუნთქავენ ჩრდილოეთით გაჭრილი ცენტრალური კარებიანი სახლები და მე გილოცავთ მართლაც, იმიტომ რომ უმძიმესი პერიოდი გაიარეს ამ სახლებმა და ძალიან ბევრი ადამიანი იმასაც ვამბობდით, რა გზებით შეიძლება განეიტრალება ხო იმ ნეგატიური ენერგიისაში, რა უნდა დაკიდული. დიახ, ვისაც მე პირადად მოვემსახურე და ძალიან ბევრ ადამიანს ესეთ სახლებში, ვინც ესე ვთქვათ ინფორმაცია მიიღო რეალურად, აღიქვა ინფორმაცია და გადაწყვიტა რომ მიიღო ფენშუის მომსახურება, ასეთ სახლებმა ეს პროცესი უფრო მსუბუქად და უმტკივნეულად გაიარეს, მაგრამ ისეთ სახლებმა, რომელთაც ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ და ესე ვთქვათ პრობლემაა როგორც ესეთი ვერ დაინახეს ამაში, მე დავინახე რომ წელს მაგალითად 10 სახლიდან 8 იყო ცენტრალური კარით გაჭრილი ჩრდილოეთის მიმართულებით, სადაც მიცვალებულები ესე ვთქვათ გაასვენეს, ესეთი მძიმე შემთხვევა იყო, მოულოდნელი უეცარი სიკვდილი, მოულოდნელი უეცარი თითქოს არსაიდან მოსული უმძიმესი სენი, რომელიც ადამიანს აი ისე კლავდა, რომ თვითონ დიაგნოზიც კი არ ისმებოდა, რომ რა მოხდა ეს უცებ. ეს მარტო ამას არ ეხება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩრდილოეთი კარი თუ ქონდა დაუშვათ კარის შემოსასვლელი სასტუმროს, ის სასტუმრო უაცილებით უარესად მუშაობა. რესტორანი, რომელსაც ქონდა ასევე ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილი შემოსავლელი. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. უარესად მუშაობა, ანუ ეს მარტო საცხოვრებელ სახლზე არ არის. რა თქმა უნდა, ეს ეხება სასტუმროებს, ეს ეხება ნებისმიერ შენობას, ნებისმიერ ნაგებობას, რომლის ცენტრალური შემოსასვლელი კარი გაჭრილია ჩრდილოეთით. ხუთში ეს ყველაფერი თავდება და ამოისუნთქავენ ესეთი ნაგებობები. ეს ნიშნავს იმას, რა იყო იცი მიშა, ხო აი კიდე ავხსნი კიდე სხვანაირად. ეს იყო ჩასუნთქვის პროცესი, სახმა ჩაისუნთქა და ამოსუნთქვა ვერ შეძლო. და აი 5 თებერვლიდან უკვე ასეთი სახლები, ასეთი ნაგებობები ამოისუნთქავენ და დაიწყება სრულიად ახალი პერიოდი მათთვის და ძალიან წარმატებული პერიოდი მინდა გითხრათ. ამიტომ არ შეიძლება რომ არ ვიცოდეთ ამის შესახებ. ეხლა ერთი კითხვა მაქვს მე იმათი სახელით, ვინც ეს გააკეთა და უშუალოდ ჩამოკიდა ქარის მუსიკა, რაღაცა და შემო. ისინი იმათ ახლა კითხვა დაევა, ჩვენ რო ეგ ვიკიდე ახლა ქარის მუსიკა, რაღაცა გვედო. ხუთის მერე რა ვქნათ ეს მოვაშოროთ აქედან? აი ვინც ეს ქარის მუსიკა იყო თუ ნებისმიერი სიმბოლო განალაგა ფენშუის მომსახურების შემდეგ, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ აუცილებლად 5 თებერვლიდან მათ უნდა გადაადგილონ ეს სიმბოლოები და დადგან სხვა ადგილას. შემოიტანონ ახალი და გაიტანონ ზოგიერთი ძველი, რომელსაც მაგალითად მე ურჩევ ისევ რომ გაიტანონ. ანუ რა მინდა თქვა? იცვლება, დიახ, ყოველ წელს იცვლება ენერგეტიკა და შესაბამისად აუცილებლად ეს არის დინამიური პროცესი.
ისევე როგორც ყოველ წელს ენერგეტიკა იცვლება, უნდა შეიცვალოს აურა სახლის და გეოპათოგენური ზონები უნდა გავანეიტრალოთ და გეოპოზიტიური ზონები უნდა მოვიყვანოთ ჰარმონიაში სახლის მთლიან ენერგეტიკასთან, იმისთვის რომ ადამიანები ცხოვრობდნენ, ესე ვთქვათ, იღბლიანად და წარმატებულად. ანუ ყოველ წელს რადგან იცვლება, ამიტომ ყოველ წელს მე მომართავენ ისეთი სახლების, ესე ვთქვათ, მფლობელები, რომელთაც მიიღეს წინა წელს მომსახურება და წელს უნდა გაანახლონ აუცილებლად სახლის ენერგეტიკა. აი მაგალითად ისეთი სახლები, სადაც იყო ჩრდილოეთით, აი რატო უნდა გაანახლონ და რატო უნდა მოვიდნენ. ხო ვამბობ, რომ ჩრდილოეთით არის თქო 5 თებერვლამდე მძიმე ზონა ძალიან და მაგალითად მე ამ ზონაში შენ სახლში, დაუშვათ ეს იყო შენი სახლი და გირჩიე, რომ ამ ზონაში დაკიდე 5 მილიონი ლითონის ქარის მუსიკა თქო. ან მეორე გამანეიტრალებლად ამ ენერგეტიკის, ან მეორე გითხარი, რომ შემოსასვლელ კართან დადგი 100 წყლით და ეს იყოს მთელი წელი ამ ადგილას. კი ბატონო, აი ახლა არ მომმართე დაუშვათ ამ წელს და ეს 100 ისევ გიდგას იქ. დაინახე რომ ყველაფერი კარგად წავიდა, დაინახე რომ თითქმის კი იყო რაღაც პატარა რაღაცები, მაგრამ მაინც მშვიდობიანად დასრულდა საბოლოო ჯამში ყველაფერი და აი არ ხარ მოხვედი მერე და არ ჩათვალე საჭირო თვითონ რომ მიგეღო განახლების მომსახურება. და შენ თვითონ გააგრძელე ცხოვრება ასეთ სახში. რა მოხდება და მოხდება ის რომ მე თუ ვამბობ რომ ჩრდილოეთით 5 თებერვლამდე საშინელი ნეგატიური ენერგიაა და ამას ვანეიტრალებ მარილიანი წყლით ან ქარის მუსიკით ფენშუის სიმბოლოთი და შენ ასეთ სახლში ისევ ესე გააგრძელებ ყოფნას 5 თებერვლიდან მაშინ როდესაც მე აქ უკვე პოზიტიური ვარსკვლავი ტრანზიტული ვარსკვლავი მიჯდება ძალიან პოზიტიური ძალიან იღბლიანი სიყვარული კარიერა ყველაფერი თითქმის აი ამ ზონაში ჯდება წელს დიახ ჩრდილოეთ მხარეს და თქვენ იქ ისევ გამანეიტრალებელი და მისი დამდგუნველი ესე ვთქვათ სიმბოლური ქარის მუსიკა ან მარილიანი წყალი გიგათ რას აკეთებ თქვენ ამ ენერგიას ესე ვთქვათ კლავთ ხელოვნურად ხომ მაშინ როგორ მოვა თქვენ სახში პოზიტივი ამიტომ ეს უნდა მოიხსნას იქიდან და უნდა გადაადგილდეს სხვაგან სადაც იმ უნდა განეიტრალდეს ის ენერგეტიკა რომელიც არსებობდა ახლა ჩრდილოეთით და გადაინაცვლა სხვა ზონაში მიხდით აი ესეთი მეთოდი ამიტომ აუცილებელია სიმბოლოების გადაადგილება სიმბოლოებს თუ არა აქვს თავიანთი ადგილი მაშინ ის ტყუილად დგას და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოდით ამაზე შევთანხმდეთ მაშინ ის არ მუშაობს ასე რომ წელს ესე იგი როგორც გითხარით შემობრძანდება ტახის წელიწადი ტახი გახლავთ ძალიან კეთილშობილი ცხოველი მაგრამ 5-ის მერე სათხდება ეს ყველაფერი მოგახსენებთ ორი სიტყვით ახლა წლის ცოტა პატარა წელზეც ვისაუბრებ და მე უკვე სქემასაც განახებთ სათხდება და როგორ ხდება ანუ შემოდის ტახის წელი შემოდის ვაცილებთ ძაღლს შემოდის ნამდვილად ბევრად უკეთესი წელი ვიდრე იყო ძაღლის წელი ენერგეტიკითაც და თვითონ ნიშნის წარმომადგენლითაც ეს არის შობადობის წელი ეს არის ნაყოფიერების წელი აი თქვენ დაინახავთ ძალიან ბევრი წყვილი რომელთაც აქამდე არ ყოლიათ შვილი და ქონდათ უშვილობის პრობლემა თუ წელს გააქტიურებენ სახში იმ ზონას სადაც ჯდება ესე თქვა ტრანზიტული შობადობის ვარსკვლავი და გამოიყენებენ იმ სიმბოლოებს, რომელიც იქ უნდა დადგან მათი წყვილის მონაცემების და მიხედვით შერჩეული სიმბოლოებით, მაშინ დამერწმუნეთ კოსმიური იღბალი მათკენ წელს აუცილებლად იქნება გამართლებული, თუ რა თქმა უნდა სხვა სამედიცინო და ესე ვთქვათ გენეტიკური პრობლემა არ არსებობს. ანუ შობადობის წელია, როგორც ვთქვით, ეს არის კარგი ქორწინებისთვის წელი და ასე ვთქვათ, ფინანსური კეთილდღეობისთვის ძალიან კარგი წელია. განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, წარმატებულები იქნებიან წლის ფავორიტები, ტახები და ასევე წარმატებული მოგზაურობებით, ესე ვთქვათ, გადაადგილებებით სავსე სუმოძრაობაში იქნებიან ისეთი ნიშნები, როგორც არიან ვირთხები, დრაკონები და მაიმუნები, ასევე მეგობრობს და ჰარმონიაშია ტახი ისეთ ნიშნებთან, როგორიც არის ვეფხვი, კურდღელი და თხა, ამიტომ ამ ნიშნებისთვისაც ჰარმონიული წელი იქნება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ ბაძის რუკაზე, რომელსაც ქვია იღბლის 4 სვეტის რუკა, ანუ ეს გახლავთ სხვანაირად კიდე ეს არის ფერმერთა კალენდარი და მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ კალენდარში თქვენი დაბადების დღის, თვის წლის და საათის მიხედვით 4 სვეტი დგება, სადაც 4 ცხოველის ნიშანი დგება და 4 სტიქიის წარმომადგენელი ზედა სვეტში ჯდება. ანუ
თუ თქვენ მაგალითად ხართ ტახის წელიწადში დაბადებული, შეიძლება იყოთ ვირთხის თვეს დაბადებული, შეიძლება იყოთ ცხენის დღეს დაბადებული და შეიძლება იყოთ დრაკონის საათში დაბადებული. რა ხდება თქვენი ბაძის რუკაზე? აი ამ ცხოველების ურთიერთობა რამდენად ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, რომელი ზედასვეტი, რომელი სტიქიებით იმართება მიწა, ცეცხლი, ლითონი, ჰაერი თუ ხე, აი ამის მიხედვით ჩვენ ვხვდებით ფენშუის სპეციალისტები, როგორი წელი გელოდება თქვენ. ანუ ეს არის ერთგვარი პროგნოზი, რომელიც იძლევა უნიკალურ, ასე ვთქვათ, რჩევებს იმისთვის, თუ რა უნდა, რომელი ელემენტი აკლია თქვენ წარმატებას წელს, რომელზე ვიმუშაოთ, რომ ის გავააქტიუროთ და რომელი არის მოჭარბებული იმისთვის, რომ ის დავაბალანსოთ. ანუ რას ვაკეთებ ჩვენ ფენშუის სპეციალისტები? თქვენი ჰოროსკოპის, აი ამ ბაძის ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენს პიროვნებას უდგენთ პირად ინდივიდუალურ რუკას, სადაც მოყვავს ჰარმონიაში სტიქიური ელემენტები. და ესე ვთქვათ, ვსაუბრობთ თქვენი წლის პროგნოზზე. შეიძლება სახლი დავაბალანსოთ, ძალიან კარგად ყველაფერიც მოვაწყოთ ფენშუის მიხედვით, მაგრამ წლით გქონდეთ პრობლემები. ანუ თქვენი სტიქია შეჯახებაში მოდიოდეს წლის მიმდინარე სტიქიასთან. მაშინ რა ვქნათ? მაშინ გვაქვს ერთგვარი, ესე ვთქვათ, მთილისმების სახით სიმბოლოები, რომელსაც ფენშუი ურჩევთ, რომ დაიკიდონ. მინდა დავაზუსტო და მაყურებელს უთხრა, რას ნიშნავს ეს, რატო ეჯახება უცებ, რომ მიმდინარე სტიქია ეხარის მოგხსენებათ ახლა მიწა, ამ დროს თქვენ დაბადებული ხარ დაუშვათ ლითონის ან ცეცხლის სტიქიით, ხო? აი ეს თქვენი ცეცხლის სტიქია პირადული ინდივიდუალური წლის ეჯახება მიმდინარე წლის სტიქიას. სწორე ვიგებ მე თუ არა? ცოტა სხვანაირი მექანიზმია ჩვენთან. ცოტა სხვანაირი მექანიზმია, ახლა მაინც და მაინც ის სტიქიები ახსენე, რომელიც არ მოდიან შეჯახებაში მიწასთან ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ახსენე, ანუ ახლა არის მიწა, შენ ახსენე ცეცხლი და ლითონი, ჩვენ ვამბობთ, რომ ცეცხლი შობს მიწას, ანუ შობადობის ციკლშია, მიწა კიდე შობს ლითონს. ამათ ერთმანეთთან პრობლემა არა აქვს. აქ პრობლემა აქვს მიწას და წყალს. აჰა, მიწას და წყალს. მიწას და წყალს წყალი ანგრევს მიწის მთლიანობას და ესე ვთქვათ, არღვევს მის ფორმებს. წყალი. რეცხავს მიწას. ასტროლოგია ის სხვანაირად არის. წყალი და მიწა მეგობრებო. და რაც შეეხება წლევანდელ წელს, რაც შეეხება, როგორი წელი მოდის, იცით? აი წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც ასხია წყალი და ამ წყლის ზემოთ არის მიწა. აი ესეთი წელი მოდის. ანუ ჭურჭელი ქვემოთ არის წყალი და ზემოთ არის მიწა. რა ხდება ასეთი მიწა? არ ჩაირეცხება იმ წყალში? მას ხომ საძირკველი არ აქვს. ის ხომ მუდმივად გამორეცხვაში და მუდმივად დაშლაში იქნება. ასეთი წელი მოდის წელს, ამიტომ არის წელი, რომელსაც არ აქვს ფუნდამენტი, ესე ვთქვათ. თუმცა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო 2018 წელი, იქნება უფრო მსუბუქი, იმიტომ რომ ეს არ არის აქტიური მიწა, ეს არის პასიური მიწა, რომელსაც არ მოაქვს აგრესია და რომელსაც არ მოაქვს კონფლიქტები. ეს არის სტიქია, ანუ ეს არის ხასიათი ცოტა სხვანაირად რომ თქვა, სადაც საჭიროა და ითხოვს წელი ჩვენგან კომპრომისებს. ნებისმიერ დონეზე საზოგადოებრივი ესე ვთქვათ, ურთიერთობების პოლიტიკა იქნება ეს თუ ეს იქნება უბრალოდ ადამიანებს შორის ურთიერთობა, ოჯახური ურთიერთობები თუ წყვილს შორის ურთიერთობა, აი თუ რამე წელს თქვენს ურთიერთობებს გადაარჩენს და ესე ვთქვათ, ჰარმონია შემოიტანს თქვენს ოჯახში, ეს არის პირველი კოსმიური მოთხოვნა თქვენი, რომ კომპრომისების გზით გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა, რაც გექნებათ წელს. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ტახები ვართ ფავორიტები, თქვენი მონამორჩილი, მეც ტახი გახლავართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, ძალიან უყვარს ტახს, ესე ვთქვათ, თვითგვემა, თუ რაღაცაზე გაბრაზდა, სხვა შეიძლება არაფერი არ უთხრას, მაგრამ ისე შეიჭამოს თავისი თავი, რომ ძალიან დააზარალოს. ანუ მას ვერავინ ვერ მიაყენებს ზიანს, თუ თვითონ არ დააზარალა ისევ თავისი თავი. ეს ტენდენციები წელს ექნება და იმისთვის, რომ მან უფრო მსუბუქად გაიაროს ეს პერიოდი და გააცნობიეროს ის, რომ ასეთ მოქმედებებს ადგილი არ კონდეს, თილისმის სახით ფენშუის სპეციალისტები ვურჩევთ, რომ დაიკიდონ ვებხვის გამოსახულების
კულონი და მთელი წელი კონდეთ კისერზე ვეფხვის გამოსახულება. მარტო ტახის ნიშნით დაბადებულებს ეხება? ეს ეხებათ ტახის ნიშნით დაბადებულებს, ეს ეხებათ გველის წელს დაბადებულებს და ეს ეხებათ ყველას, ვისაც ბაძის რუკაზე, აი რომელზეც მე წეღან ვისაუბრე, რომელიმე 4 სვეტში ყავს ეს ნიშანი, ან ტახი და ან გველი. თუ ყავს, მაშინ ის ადამიანი მაგალითად შენ ცხენის წელს შეიძლება იყო დაბადებული, მაგრამ შენი აი ამ ბაძის რუკაზე თვე იყოს ტახის და დაუშვათ დღე იყოს გველის. მაშინ აუცილებლად გჭირდება შენც ესეთი დაცვა და შენც აუცილებლად უნდა ატარო კულონი ვეფხვის გამოსახულებით. მაგრამ ზოგადად ვსაუბრობ ახლა ტახებმა და გველებმა აუცილებლად უნდა ატარონ ეს თილისმის სახით. რა ელოდებათ გველებს წელს შეჯახებაში მოდიან თქვი ტახებთან. ელოდებათ ის რომ წელი იქნება ქაოსური. წელი იქნება მუდმივად მოგზაურობების წელი მათი, ეს იქნება წელი გადაადგილების, შეიძლება ახალ მოსახლეობისაც, ეს იქნება წელი მათი ფინანსური კეთილდღეობისაც, მაგრამ გველებს გაქვთ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა წელს და რა ხდება, რა არის ეს თქვენი პრობლემა? ეს არის პრობლემა, რომელიც მოდის თქვენი წარსული, ესე ვთქვათ, უკვე განვლილი ცხოვრებიდან, ანუ თქვენ ცხოვრებაში გააქტიურდებიან ისეთი ადამიანები, თქვენ მეორე ნახევარზეა საუბარი, რომელთანაც ადრე მეგობრობდით და მერე უბრალოდ უკვე გაწყვიტეთ ურთიერთობა. ანუ მაგალითად, თუ თქვენ ხართ გველის ნიშნით დაბადებული მამაკაცი და ესე ვთქვათ, გაცილებული ხართ მეუღლესთან და თქვენ შორის ნორმალური, ჰარმონიული დამოკიდებულება, აი წელს თქვენი მეორე ნახევარი, თუ თქვენ იქნებით წარმატებულები და თქვენ ესე ვთქვათ, კარიერული წინსვლით იქნებით გააქტიურებული, ან ფინანსურად უფრო უკეთეს კეთილდღეობაში იქნებით, მაშინ აუცილებლად თქვენი მეორე ნახევარი წელს შეგიქმნით ყოფილი მეორე ნახევარი, შეგიქმნით პრობლემებს და მოგთხოვთ ძალიან ბევრს, იმაზე მეც ვიდრე აძლევდით აქამდე. აი ასეთი სახის პრობლემები შემოვა მათ ცხოვრებაში და ამას მინდა მიაქციოთ ყურადღება და იმისთვის რომ აიცილოთ ძველი ესე ვთქვათ ურთიერთობებიდან წამოსული დარტყმა, ზუსტად ამიტომაც გირჩევთ რომ ატაროთ ვეფხვის გამოსახულების სიმბოლო, ეს ერთგვარად რაღაცნაირად განეიტრალებს აი ამ პრობლემას და ისე მძაფრად არ იგრძნობთ, როგორც იგრძნობდით აი ამ სიმბოლოს გარეშე. ამიტომ რატომ ვამბობ ახლა ამას და ესეთი კონკრეტული მაგალითი რატომ მომყავს? თუ გველები ამას არ გააცნობიერებენ, რომ ესეთი სახის პრობლემის წინაშე დადგებიან, მაშინ მათ ხელი შეეშლებათ ძალიან ძლიერად იმოქმედებს ეს მათ ფსიქოემოციურ ფონზე, მათ ხელი შეეშლებათ ნებისმიერ სფეროში, გნებავთ კარიერულ წინსვლაში, გნებავთ ფინანსურ კეთილდღეობაში, აი იმდენად გამოიყვანენ ემოციურად მდგომარეობიდან ეს ყოფილი მეორე ნახევრები მათ, რომ ეს მათ სერიოზულ ზიანს და დარტყმას მიაყენებს. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ უნდა ატაროთ თილისმა. რაც შეეხება 2019 წელს, მე ახლა მინდა პატარა პროგნოზი გავაკეთო მიშა 2019 წლის შენის ნებართვით. მე მინდა ვთხოვო რეჟისორს ჩართოს ფირი, სადაც მე სურეთი მაქვს 2019 წლის პროგნოზი. აი ნახეთ, რა ხდება ჩვენს სახლებში 2019 წლის 5 თებერვლიდან. აი ეს გაწითლებული ადგილი, რომელსაც თქვენ ხედავთ. ეს არის ჩრდილო-დასავლეთი, ეს არის აღმოსავლეთი და ეს არის სამხრეთ-დასავლეთი მხარე. ასევე წითელ ფერში გახლავთ სამხრეთ-აღმოსავლეთის 15 გრადუსიანი მონაკვეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენი სახლის ცენტრალური შემოსასვლელი კარი წელს უკვე მომავალ წელს უფრო სწორად 5 თებერვლიდან ვიძახი ამ პროგნოზს, გაჭრილია მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთით და მოიქცა ამ 15 გრადუსიან სექტორში კარი, ცენტრალურ შემოსასვლელ კარზეა საუბარი, მაშინ არავითარ შემთხვევაში არანაირი რემონტის ჩატარება წელს ასეთ სახლებში არ შეიძლება. ასევე რემონტის ჩატარება არ შეიძლება ისეთ სახლებში, რომელიც აი ამ მთლიან წითელ ზონაში მდებარეობს და ვიმეორებ, ეს არის დასავლეთი, ეს არის სამხრეთ-დასავლეთი და ეს არის ჩრდილო-დასავლეთი. აქ მხოლოდ რემონტის ხოა ეს უბრალოდ მოვიტანე იმისთვის, რომ გენახათ, რომ ამ ზონებში რემონტის ჩატარება არ შეიძლება. რას ნიშნავს ფენშუის მიხედვით რემონტის ჩატარება არ შეიძლება? ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება სახლში არანაირი ხმაურის გამოწვევა. ეს შეიძლება იყოს კედლის მთლიანობის დარღვევა, ბურღი
კუთხითი სამუშაოები. ეს შეიძლება იყოს თუნდაც კედელზე ლურსმნის მიჭედება და კაკუნის ხმაურის გამოწვევა, აი ამანაც კი შეიძლება პროვოცირება მოახტიონოს იმ ენერგიებისა, რომელიც აი ხა წითლად არის ეკრანზე. მუსიკალური აპარატურა და არც ხმაური არ შეიძლება მუსიკალური აპარატი მე მედგათ წელს ჩრდილოეთით და გადავდგი სამხრეთით. ასე რომ აი ამ ზონაში თუ გინდგათ რაიმე მუსიკალური ცენტრი, ან აპირებთ ამ ტელევიზორი დგას. ამ ზონაში თუ დგას ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ რა თქმა უნდა უსმინოთ ტელევიზორს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხმაური და არ უნდა გამოიწვიოთ ძალიან ხმამაღლა ხმაური. გარდა ამისა, არ შეიძლება ასეთ სახლებში ხმაურის გამოწვევაში შედის ასევე სადღესასწაულო ზეიმების მოწყობა. აი თუ მაინც და მაინც გინდათ ასეთ სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა შეგიძლიათ ზეიმი მოაწყოთ, ესე ვთქვათ, სხვაგან და საზეიმო კლუბებში, ვიდრე დაუშვათ სახლებში, იმიტომ რომ თქვენ ასეთ სახლებში მოახდენთ ამ ენერგიის პროვოცირებას. ძალიან მძიმე ნეგატიური ენერგიებია, რომელიც იყრის თავს მიშა, მაგრამ არაფერი პრობლემა არ იქნება, თუ არ შევეხებით. ანუ ეს არის წარმოიდგინეთ ენერგია, რომელიც იმ შემთხვევაში პროვოცირდება და არ დაგინდობთ თუ პროვოცირდა და ძალიან წარედ გაზღვევინებთ, როგორც იტყვიან, თუ თქვენ მას შეეხებით და შეაწუხებთ. შეხება და შეწუხება ნიშნავს ხმაურის გამოწვევას. ამ ზონებში ძილი შეიძლება? ამ ზონებში ძირი, რა თქმა უნდა, არასასურველი არ არის, მაგრამ როგორც გითხარით, პრობლემას არ შეგიქმნით სერიოზულს, თუ თქვენ იქ სხვა რაღაცეები წესრიგში გაქვთ და ზოგადად გძინავთ თქვენთვის ერთ-ერთ წარმატების მომტან ზონაში, მაგრამ გძინავთ მაგალითად სამხრეთ დასავლეთით თქვენი სახლის, პრობლემა არ იქნება. თავარია უბრალოდ რომ არ გამოიწვიოთ ამ ზონაში ხმაური. კოსმეტიკური რემონტის ჩატარება შეიძლება, რასაც ქვია ესე ვთქვათ, შეხებითი სამუშაოები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თუნდაც ცუდი აზრი გამიჩნდა, მინდა გითხრათ, ვიდრე თუ აქ ძინავს ახლა აუშვათ ცოლ-ქმარს და სექსის ასე ვთქვათ პრობლემაა იქა და წილკივილი ავსახით, ესეც არ შეიძლება და უნდა რაღაც სხვა ზონა ვიპოვოთ ალბათ. მე იმედი მაქვს რომ შეხუმრობ. ხუმრობ, მაგრამ ხუმრობა სადღაც სიმართლესთან შეიძლება იყოს ახლო, ხო? სექსუალური ემანაციების ხმის გამოწვევა ალბათ პრობლემა არ არის. ალბათ ეკა გვიპასუხებს უკვე სხვა თემებს და ვისაუბრებთ ამაზე ცოტა ხნის შემდგომ, იმიტომ რომ ახლა ჩვენ გვაქვს სარეკლამო ტიხარი, ძალიან მალე დაბრუნდებით და ვისაუბრებთ დანარჩენ თემებზე. გტკივა კუნთები, უთხარით კი და ვისაუბრებთ დანარჩენ თემებზე. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, გრძელდება გადაცემა თქვენი დრო, ტელეკომპანია კავკასია და ჩვენი სტუმარი, ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია. ესე იგი, ჩემო კარგო, ესე იგი ჩვენ გვინდა ესე იგი საუბარი მივახლოვოთ მაინც იმ ზონასთან, რომელიც ახლა მნიშვნელოვანია და 5 თებერვალს იწყება ტახის ახალი აღმოსავლური კალენდარი წელიწადი და თავისთავად ტელემაყურებელს ექნება ინტერესი იმის შესახებ, რომ დაუშვათ აი ეს რიტუალები, რომელიც 31-ში ჩავატარეთ ღამე, ამ შემთხვევაში ესე იგი აქ როგორ უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გავაკეთოთ, იგივე გავიმეოროთ თუ რა ვქნათ ამასთან დაკავშირებით, აი რა რიტუალებით მოვიპოვოთ კეთილგანწყობა ტახისა, რომ წელიწადი იყოს კარგი. მოდით დავიწყოთ მაშინ საახალწლო ესე ვთქვათ რიტუალებით, როგორ უნდა შევხვდეთ 2019 წელს და მე შევეცდები ძალიან სწრაფად მოვეწრო და ყველაფერი ძალიან სწრაფად გითხრათ, იმიტომ რომ ფაქტიურად დრო არასოდეს არ მრჩება და ამიტომ რაც შეიძლება ჩქარტემში ვისაუბრებ ამისთვის ბოდის გიხდი წინასწარ. ანუ რა ხდება 5 თებერვალს ღამე 2 საათსა და 5 წუთზე, უпроსტად 2-ის 5 წუთზე, ანუ პირველ საათსა და 5 წუთზე შემოდის აღმოსავლური ახალი ტახის წელიწადი. ანუ პირველ რიგში 4-ში ჩვენ მთლიანად ვალაგებთ სახლს. სახლი უნდა გაგვაქვს ყველა გაფუჭებული, გაბზარული, უმოქმედო ნივთი. იმიტომ რომ ნივთები, რომლებიც არიან გაფუჭებული, გაბზარულები და უმოქმედოები, თავიანთ თავში მოიცავენ სიკვდილის ენერგიას. თქვენ თუ არ გაიტანთ ამ ნივთებს სახლიდან, მაშინ თქვენ არ აძლევთ შესაძლებლობას კოსმიურ ენერგიებს ჩანაცვდეს იმ ადგილას და დაიკავოს ადგილი, სადაც ეგულება ცარიელი ადგილი. იმისთვის რომ შემოიზიდოთ კოსმიური პოზიტიური ენერგიები, ამისთვის ვამბობ, რომ გაიტანეთ სახლი და მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, გაანთავისუფლეთ ზედმეტი გაფუჭებული, გახეული თუ როგორც იქნება ასეთი ნივთებისგან. შემდეგი მთავარი რა არის? ესე იგი, ზუსტად ღამე ვიღებთ 5-ში, ღამე ვიღებთ
სიმბოლოს ძაღლისას, რომელიც აქამდე გვიდგას მაგიდაზე და ვტოვებთ მხოლოდ ტახის სიმბოლოს. აუცილებლად უნდა ბევრი არაფერი საჭირო არ არის. მოდით ახლა ეს არ არის ახალი წელი, რომელსაც ჩვენ ხვდებით ყოველდღე. მე ყოველდღე კი არა და ყოველ წელს 1 იანვარს ან აძველით ახალ წელს მე მინდა ის ძირითადი კითხრათ, რაც აუცილებელია რომ მაგიდაზე გქონდეთ. ეს არის ხილი, მანდარინი, პორტოხალიც კი საკმარისია. ჩირი აუცილებლად უნდა იდოს მაგიდაზე. უნდა იდოს თხილი, ნიგოზი თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა იდოს მაგიდაზე კერძებიდან სოკო, თუნდაც ერთი პატარა ჯამით. უნდა გედოთ მაგიდაზე ბრინჯი, რომელშიც მოათავსებთ ბურღულეული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომელშიც მოათავსებთ მონეტებს, ეს იქნება ფენშუის მონეტები თუ ესე ვთქვათ ჩვენი ორლარიანი მონეტები და აი ასე შეხვდებით ახალ წელს. აუცილებელია ასევე გედგათ მაგიდაზე 3 ცალი სანთელი, მათ ვისაც სურს, ანუ ის რიტუალი, რაც პირველში ხდებოდა, ეხლა უნდა ჩავატაროთ, ვისაც სურს ფინანსური კეთილდღეობა წელს და ამისი რეალური мотиваცია, მას აქვს, იმიტომ რომ 2018 წელს მან ჩაუყარა ამას საფუძველი და ესე ვთქვათ, შედეგების შემოსავლების წელი უნდა იყოს უკვე 2019 წელი, მათ უნდა დაანთონ 3 სანთელი, აქედან 2 უნდა იყოს ყვითელი და 1 უნდა იყოს წითელი, მაგრამ ისე რომ ყვითელ და წითელ შორის სანთლებს შორის მანძილი უნდა აღემატებოდეს 50 სანტიმეტრს. მათ ვისაც სურს რომ ესე ვთქვათ, მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება და შექმნან ოჯახი, მათ მე ურჩევ, რომ 2 წითელი და 1 ყვითელი სანთელი დაანთონ და მათ შორისაც აუცილებლად დაცილება უნდა იყოს 50 სანტიმეტრი. რაც შეეხება მეკვლის რიტუალს, ეს გახლავთ ის, რომ ამ დროს შემოდის ყველაზე ოჯახბეკლეთ ვის ვირჩევთ, როგორც ყოველთვის ვამბობ, ოჯახში ყველაზე წარმატებულ ადამიანს, მაგრამ მე გირჩევთ წელს, რომ რადგან ესე ვთქვათ, ქალური ენერგიების სტიქიის მიწა მოდის უფრო იღბლიანი იქნება თუ სახში ყავთ წარმატებული ქალბატონი მაშინ აი მიეცითნება რომ ქალბატონმა გიმეკლოთ წელს და მან უნდა შემოიტანოს თასით ესე ვთქვათ ტრუფელი აუცილებლად ეს წლის ტკბილეული გახლავთ ეს მთავარი სიმბოლო დარიჩინის ჯოხებთან ერთად ასევე უნდა იყოს აი ეს ბრინჯიანი თასი რომელიც მე გითხარით ეს ყველაფერი შემოაქვს მე რეიდება უკვე მაგიდაზე შემოაქვს მეკვლის მიერ შემოტანილი თასი იდება მაგიდაზე ბრინჯითა და მონეტებით და ასევე უნდა შემოიტანოს აუცილებლად მონეტებით ამას არ ფენშუის მონეტები თუ გაქვთ ხომ ძალიან კარგი თუ არა და მაშინ ჩვენი ქართული ორლარიანი მონეტები იმიტომ რომ ის ენერგეტიკულად თანხვედრა შემოდის ფენშუის ემოზია დიახ რო გაქრა და რო აღარ იშოვება და რკორო 3 ლარი ღირდა ერთი ცალი ნუ სირცხვილია რამე ალბათ უკვე მომავალში თემატიკა შეუცვლი ჩემ პროგნოზებისას იმისთვის რომ ხალხმა ხელი არ მოითბოს ზოგიერთმა ამაზე არ შეიძლება ერთი რკო 3 ლარი ღირდეს უბრალოდ და რა მინდა გითხრათ ანუ ფოთლებს რაც შეეხება ეხა ნაძვის ხე რა თქმა უნდა ყველა სახებული გვაქვს ამიტომ შემოიტანეთ სახში დაფნის ტოტები ჩაანაცვლეთ როგორც ესე ვთქვათ ტოტი როგორც სიცოცხლის სიმბოლო და გამარჯვების სიმბოლო ან მანდარინის ტოტები მე არ ვამბობ ხელოვნურ ტოტებზე მე ვამბობ ნამდვილ ესე ვთქვათ მანდარინის ტოტებზე და მე აი ეს დაფნის ფოთლების ტოტი რო შემოაქვს მეკვლეს მე ეს ფოთლები უნდა იხმაროთ საჭმლის მომზადების დროს მთელი წლის განმავლობაში და გამოიყენოთ ეს იქნება თქვენი ერთგვარი მეკვლის კეთილდღეობის რიტუალი ამის შემდეგ ზუსტად 1 საათსა და 5 წუთზე უნდა აიღოთ ერთი ცალი ორლარიანი მონეტა ან ფენშუის მონეტა თუ გაქვთ ზუსტად 5 წუთზე 1 საათსა და 5 წუთზე შემოიტაროთ ეს მონეტა თავზე და ჩადოთ საფულეში. რა მიმართულებით აქვს მნიშვნელობა? წრიულად. არა, წრიულად საათის ისრის თუ საათის ისრის საწინააღმდეგო. აი ესე რო გიჭირავს, დაიწყებ აი ესე და შემოიტარებ ესე. და მე აი ამ მონეტას ჩადებთ თქვენი საფულის ჯიბეში და ეს იქნება თქვენი მთელი წლის თილისმა. მაგრამ, ნუ ეს ზოგადად ეს არის თქვენს მიერ შექმნილი თილისმა, მაგრამ მე მაქვს თილისმები, წლის ესე ვთქვათ პაკეტი, ეს გახლავთ 3 სიმბოლო, ეს არის
სპეციალურად წელს ყველაზე ძლიერი ნაკრები, სიმბოლოების ნაკრები, რომელიც არის ჯანმრთელობაზე, კარიერაზე, სიყვარულზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი და ამიტომ ყველაზე ძლიერად აეხა როგორც მე ვამბობ მაგალითად ფენშუის სპეციალისტი, ამისთვის აი ამაზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ ეს გახლავთ, ეს ნაკრები გახლავთ მთავარი სიმბოლო, მაგრამ ყველას არ აქვს ეს ნაკრები და ადამიანებს ამიტომ ვეუბნები, რომ აი ეს ორლარიანი იყოს თქვენი წლის თილისმა. ასევე აუცილებლად მაცივრის ქვეშ იმისთვის რომ მაცივარი იყოს მთელი წელი სავსე ბარეკით უნდა მაცივრის ქვეშაც უნდა დააწყოთ მონეტები, კარგი იქნება თუ დააწყობთ 5 ცალ ორლარიან ქართულ მონეტას და ღამე უნდა დავწეროთ სურვილები ფერად ფურცლებზე, თითო ფურცელზე, თითო ფურცელზე, თითო სურვილი უნდა დავწეროთ და შევინახოთ ბალიშის ქვეშ. მერე 5-ში დილით უკვე რო გაიხვიძებთ პირველ ფურცელს, რომელსაც გამოიტანთ, ამბობენ რომ ის სურვილი პირველი აგისრულდება წელს. კი, ყველა სურვილი ასრულდება, მაგრამ ის სურვილი პირველი ასრულდება. როცა წერთ სურვილს, აუცილებლად წერეთ სურვილი მაგალითად მე მინდა მანქანა არა. ოღონდ ხა თქვენ გინდათ შეიძლება მანქანა ყავდეთ გასაგებია, მაგრამ რეალურად თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ შეიძინოთ ავტომანქანა, რა გააკეთეთ იმისთვის რომ აი ეს დანაზოგი გქონოდათ. ანუ მე ვამბობ, ჩადაწერეთ სურვილები, რომელიც იქნება რეალობასთან ახლოს და იმ შესაძლებლობებთან ახლოს, რა შესაძლებლობებით თქვენ რეალურად გაგეჩნიათ. აი მაშინ ზუსტად მიხვდებით რომელი სურვილი აგიხდებათ. და უნდა დაწეროთ ესეთი სახით, მე მინდა მანქანა კი არა, მე მყავს მანქანა, მე მინდა გათხოვება კი არა, მე გავთხოვდი მაგალითად. აი ესეთი სახით და რომელსაც პირველი გამოიტანთ, ის იქნება ის სურვილი პირველად. ანუ ფაქტი, რომელიც უკვე მოხდა. ეს რაც შეეხებოდა ახალი წლის რიტუალს, ეხლა მე მინდა შემოგთავაზოთ პროგნოზი 4 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, მოდით პასტები და ფურცელი მოიმარჯვეთ, რომ ჩაგაწერიოთ პოზიტიური და ნეგატიური დღეები, ასევე შემოგთავაზებთ ერთ-ორ აქტივაციასაც იმისთვის, რომ მოიზიდოთ კეთილდღეობა ოჯახებში. ეხლა ერთი კითხვა მაქვს ესეთი, ეს ყველაფერი კარგი იყო, საინტერესო როგორ შევხვდეთ ახალ წელს, მაგრამ აი საჩუქრების კუთხით აქვს მნიშვნელობა თუ არა? საჩუქრებით ახს უყვარს ყველაფერი ძვირფასი. წელს უნდა აჩუქოთ საჩუქრად, თუ გინდა ადამიანის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ყველანაირი ტექნიკა, რაც უკავშირდება ოჯახს, საყოფაცხოვრებო ნივთები, ძვირფასეულობა, ეს იქნება ოქრო, ვერცხლი, ძალიან კარგი საჩუქრებია წელს. ძვირფასი თვლები, ეს არის თავარი და საფულის თემასაც მინდა შევეხო, ამიტომ მინდა ვიჩქარო და ესე ვთქვათ, რაღაცა მოვაზრო. მოდი დავიწყოთ თებერვალი, 4 თებერვალი, 5 მარტი. ეს გახლავთ ცეცხლოვანი ვეფხვის თვე შედარებით უკეთესი იქნება ვიდრე წინა თვე, თქვენ დაინახავთ და მინდა ამ თვის პოზიტიური დღეები გითხრათ. ეს არის 6-8 თებერვალი, ეს არის დღეები, როდესაც შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. იმიტომ რომ ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე, რომელიც აიღებს სტარტს, დასრულდება წარმატებით და ადამიანები, რომლებიც ამ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, საქმიან პროექტებს ეხება, იქნებიან დაწინაურებულები. მხოლოდ ამ დღეს არანაირი მოქმედება არ უნდა აწარმოონ დრაკონის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა, სხვა ყველასთვის 6 და 18 თებერვალი ძალიან პოზიტიური დღეა. ასევე პოზიტიური დღეა 14 და 26 თებერვალი. ეს არის დღე, როდესაც შეგიძლიათ იაქტიუროთ და მაქსიმალურად უნდა იაქტიუროთ, იმიტომ რომ გამოიყენოთ ამ დღის სასიკეთო შესაძლებლობები. შეგიძლიათ შეიძინოთ უძრავი ქონება, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი ფირმა, შეგიძლიათ გახსნათ ბიზნესი და გახსნათ ფილიალები. პრეზენტაციები, გამოფენები ასევე იქნება წარმატებით, ტრენინგებიც იქნება წარმატებით ჩატარებული და ეს გამოფენებით და ეს იქნება უკვე მომგებიანი ბიზნეს თვალსაზრისით. მაგრამ ეს დღეები 14 და 26 თებერვალი, როგორც ხედავთ, ძალიან პოზიტიური დღეებია, თუმცა არ ვარგა ვირთხის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის. ამიტომ ვირთხებმა ამ დღეს არაფერი არ უნდა გააკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ დღე ძალიან პოზიტიურია. რაც შეეხება არასასიკეთო დღეებს, ეს გახლავთ 4, 9, 13, 16, 21,
25, 28 თებერვალი და 5 მარტი. ეს არის დღეები, როდესაც არ შეიძლება დაიწყოთ არანაირი საქმე. არ უნდა მოაწეროთ ამ დღეს კონტრაქტებს ხელი, არ უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ნებისმიერი საქმე, რომელიც დაიწყება ამ დღეს, დამთავრდება ფიასკოთი. ეს არის დღეები, როდესაც არ შეიძლება სამემკვიდრეო და ალიმენტის საკითხთან დაკავშირებული თემების განხილვა, იმიტომ რომ თუ თქვენ მას მისცემთ ამ დღეებში სტარტს, მაშინ ჩათვალეთ, რომ ის აუცილებლად შეიძლება გართულდეს და ესე ვთქვათ, გაიწელოს დროში, ვიდრე ელოდებოდით, რომ უნდა დასრულებულიყო. რაც შეეხება 28 თებერვალს და 2 მარტს, ეს გახლავთ სიღარიბის დღეები. სიღარიბის დღეები ნიშნავს იმას, ვიმეორებ 28 თებერვალი და 2 მარტი, ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს არ შეიძლება არაფრის ყიდვა, არაფრის შეძენა. ნივთი, რომელსაც იყიდით, შეიძლება გაფუჭებული, გამოუსადეგარი აღმოჩნდეს, ან უბრალოდ მოქმედებაში მერე აღარც მოიყვანოთ. ასევე არ შეიძლება ფულის გასესხება, ვინც არ უნდა მოვიდეს და გთხოვოთ, რომ აი ფული მასესხე ამ დღეებში, ნუ გასცემთ, მათხოვარსაც ნუ მისცემთ ამ დღეებში ფულს, იმიტომ რომ ეს არის დღეები, როდესაც თქვენი ხელიდან გაცემული ნებისმიერი თანხა იქნება აღქმული, როგორც ესე ვთქვათ, გაცემა თქვენი კეთილდღეობისა ფინანსურად, რომლის უკან დააბრუნება მერე მთელი წლის მანძილზე გაგიჭირდებათ. ჩვენ გვაქვს ყოველთვე ესეთი პროგნოზები და ყოველთვე გვაქვს კონკრეტული ესეთი თარიღები, როდესაც მე ვამბობ, რომ არანაირი ფულის გაცემა ამ დღეს არ შეიძლება, ეს იქნება დაბანდების სახით, ეს იქნება უბრალოდ მათხოვარზე მიცემული ფულის სახით, თუ რაც იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ ამ დღეს ფულის არანაირი გაცემა სხვისთვის არ შეიძლება. ასეთი დღეები გვაქვს ყოველთვე რამდენიმე და რა ვიცი მე ჩემ გვერდზე, ჩემს ესე ვთქვათ მომხმარებელმა პირადად ყოველთვის ვემსახურები ამ კუთხით და იციან როდის არის ესეთი დღეები. მე მინდა რამდენიმე ფინანსური აქტივაციაც გითხრათ, ეს არის 7 თებერვალი 8 საათიდან 10 საათამდე უნდა დაანთოთ სანთელი თქვენი სახლის აღმოსავლეთ დილის 8 საათიდან 11 საათამდე ამ 2 საათის განმავლობაში უნდა დაანთოთ გარდა შავისა ნებისმიერი ფერის სანთელი და ეს სანთელი უნდა ენთოს 2 საათის განმავლობაში და უნდა დაანთოთ თქვენი სახლის აღმოსავლეთ მხარეს. ნუ თუ ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობთ, მაშინ აღმოსავლეთ კედელთან, ამით თქვენ მოიზიდავთ ამ დღის ეგრეგორს ფინანსური კეთილდღეობისთვის და გარკვეული თვე-თვენახევრის მანძილზე შეიძლება მოულოდნელად საიდანღაც ფინანსური, ესე ვთქვათ, იღბალიც გამოგიჩნდეთ. მაგრამ არ შეიძლება ამ აქტივაციის ჩატარება გველის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის. ამიტომ თუ თქვენ ხართ გველი, ან სახლში გყავთ რომელიმე ნიშანი, რომელიმე ადამიანი ამ ნიშნით დაბადებული, მაშინ არ შეიძლება ასეთ სახლებში აქტივაციის ჩატარება. მეორე გახლავთ 17 თებერვალი. ეს არის 12 საათიდან 14 საათის შუალედი, ასევე აღმოსავლეთით უნდა დაანთოთ 2 საათით სანთელი, მაგრამ არ უნდა დაანთოთ კურდღლის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა. მესამე აქტივაცია ეს არის, ბევრი გვაქვს, მაგრამ მე უბრალოდ 3-ს გეტყვით, ეს არის 14 თებერვალი, ასევე 12 საათიდან 14 საათის შუალედში სამხრეთით, თქვენი სახლის სამხრეთით უნდა დაანთოთ სანთელი და ეს არ უნდა ჩაატარონ ვირთხის წელიწადში დაბადებულმა. სამი აქტივაცია, იმიტომ მოგაწოდეთ, რომ რაღაცნაირად ლავირება შეძლებთ, ესე ვთქვათ, თქვენი კეთილდღეობისა ფინანსურად. წლის განმავლობაში არ შეიძლება ფრენა, ანუ ფინანსური, ესე ვთქვათ, ოპერაციების ჩატარება, ფულის დაბანდება, ან სამუშაოდ წასვლა სამხრეთ დასავლეთი მიმართულებით. წელს ვამბობდი, რომ ჩრდილოეთით არ შეიძლება თქო, ეხა ეს პრობლემა უკვე სამხრეთ დასავლეთით არის, იმიტომ რომ თუ თქვენ წახვალთ ამ მიმართულებით და რაღაცა ესე ვთქვათ, ფინანსების მოზიდვის კუთხით იქნება თქვენი მოგზაურობა განპირობებული, მაშინ არანაირი წარმატება ამ მხარეს არ გელოდებათ. რაც შეეხება ანუ სახლშიც ალბათ სამხრეთ-დასავლეთი მხარე. სამხრეთ-დასავლეთი გვაქვს ძალიან ნეგატიური ზონა. არ ჩამოვკიდოთ ხო, სექტორების იმაზე არ მისაუბრია, მაგრამ მაგდენს ვერ ვასწრებ. ეხლა მე მინდა გითხრათ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საფულე. საფულის განახლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ახალ საფულეს ყიდულობთ, როგორ უნდა შეარჩიოთ თითოეულმა ნიშანმა საფულე, ამას მოგახსენებთ. ანუ, მაგალითად, თუ თქვენ ხართ დაბადებული 1965 წელს, ვიღებთ ბოლო ორ ციფრს, 6-იანს და 5-იანს, დიდ რიცხვს ვაკლებთ, პატარა რიცხვს და სხვაობას ვიმახსოვრებთ.
თუ თქვენ ხართ დაბადებული 85 წელს, მაშინ 1985 წელს, მაშინ 8-ს ვაკლებთ 5-იანს და გრჩება 3-იანი. ამის შედეგად მიღებული სხვაობით. თუ თქვენ მიიღებთ 1-იანს, მაშინ თქვენი საფულე უნდა იყოს ყვითელი, ფორთოხლისფერი, ოქროსფერი ან ბრონზასფერი. თუ სხვაობა გახლავთ 2-იანი, მაშინ თქვენი საფულე არის თეთრი ან მწვანე ფერის. თუ მიიღეთ სხვაობა 3, მაშინ ლურჯი იისფერი და ვარდისფერი, 4-იანის შემთხვევაში სერი ღია ცისფერი, 5-იანი სხვაობით ეს სხვაობა 5-იანი, ეს გახლავთ თეთრი, სერი, ყვითელი და ვერცხლისფერი ფერის საფულე, თუ მიიღეთ 6-იანი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე და ვარდისფერი, 7-ის მიღების შემთხვევაში იისფერი, ლილისფერი, მწვანე და თეთრი, 8-яნის შემთხვევაში მუქი, მწვანე, შავი, მუქი, ლურჯი. 9-яნის მიღების შემთხვევაში ეს გახლავთ წითელი, 11 და 12 რიცხვებით, ესე ვთქვათ, სხვაობით ნებისმიერმა შეუძლია ნებისმიერი ფერის საფულე ატაროთ, ამათ ეს არ ეხებათ. როგორ გავააქტიუროთ საფულის ენერგეტიკა, ამაზეც მინდა ორი სიტყვით გითხრათ. აი მაგალითად თქვენ ატარებთ საფულეს და 2019 წლის 5 თებერვალს გინდათ რომ გაანახლოთ. თავისთავად უნდა გაანახლოთ, იმიტომ რომ თქვენ აქ თქვენს თილის მასდებთ ფინანსური კეთილდღეობის, თუნდაც იმ ლარიანს, რომელიც მე თქვენ გითხარით, რომ უნდა შემოიტაროთ თავზე და ჩაიდოთ საფულეში. რას ვაკეთებთ? ესე იგი, საფულიდან უნდა ამოვიღოთ ყველანაირი ფოტოსურათები, არ შეიძლება საფულეში ფოტოსურათის ჩადება, უნდა ამოვიღოთ ნებისმიერი გადახტის ქვითრები თუ ბანკის რეკვიზიტები თუ ასე შემდეგ. საფულეში იდოს უნდა მხოლოდ ფული და უნდა იდოს ასევე ბარათები. სხვა ნივთის საფულეში ქონა არ შეიძლება. ფული უნდა ჩააწყოთ ისე რომ ესე ვთქვათ გამოსახულება პორტრეტი იყურებოდეს საფულის შიგნითა ნაწილისკენ. მიხვდით ხო და ზრდადობის მიხედვით უნდა დაიწყოს. ანუ საფულეს ხო აქ ორი განყოფილება. ფულით ჩაიწყოს ისე რომ სახით იყურებოდეს შიგნით. მაგრამ სანამ აი ამას სახე რომელია? ეს კითხვა გაჩნდება. აი მაგალითად 20 თეთრიანს, 20 თეთრიას კი არა და 20 ლარიანს ილია. შეგვაგი კარიული და რეშკა, რომელი რეშკა უნდა იყურებოდეს საკეთ. სადაც გამოსახულია პორტრეტი, აი ეს პორტრეტი, დიახ. პორტრეტის გამოსახულების მხარე უნდა იყურებოდეს შიგნითკენ. და ესე იგი აუცილებლად სანამ აი ამას ჩავაწყობთ, რომ კარგად უნდა გავწმინდოთ ყველა ბარათი, თვითონ საფულე უნდა გაიწმინდოს ნაკურთხი წყლით დასოლებული ჯვარით. ყველა ბარათი საკრედიტო ბარათს უნდა გადაუსვათ ეს ჯვარი, მერე უნდა ჩაალაგოთ საფულეში და აუცილებლად ის თილისმები რაც გაქვთ, ეხლა მე რაც ვთქვი და ან თქვენთვის რასაც გააკეთებთ, იმათვის ცალკე განყოფილება და არ უნდა შეერიოს ფულს, ის ცალკე განყოფილება ცალკე ჯიბეში უნდა ჩაიდოს და სანამ ესე ვთქვათ, აი ამას რომ გავწმინდავთ და დაკურთხი წყლით რომ დავამუშავებთ საფულეს, მერე აუცილებლად ცეცხლის ალი უნდა შემოვატაროთ შიგნიდან, რომ განვაახლოთ ენერგეტიკა. აი მაგალითად ავანთოთ სანთებელა ან სანთელი ავანთოთ და საფულეს რო გავხსნით, როგორ არის აი ხა როგორ განახოთ. აი საფულია ხო ესა, აი ესე სანთლით შემოვატაროთ შიგნიდან საფულეში ეს ცეცხლი. არ დაიწვას, თავარი ესე. არა, უნდა დაიწვას ახლა ცეცხლი შემოატარო, როგორ დაიწვება ესე. ამით თქვენ გააქტიურებთ ცეცხლის ენერგიას, რომელიც წელს ძალიან ესე ვთქვათ არ არის კოსმოსში, გვაკლია ეს ელემენტი წელს და ესე ვთქვათ ამიტომ საჭირო არის ფულის მოზიდვის ერთ-ერთი ხერხია და ამას თუ ყოველ ახალ მთვარეობაზე გააკეთებთ, იქნება ძალიან კარგი. ასევე ყურძნის ფოთოლი, არა სურათი, არამედ ფოთოლით შეგიძლიათ ჩადოთ საფულეში. საუკეთესო ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვისთვის გახლავთ დაფნის ფოთოლი, ყურძნის ფოთოლი, დაფნის ფოთოლი და პიტნის ფოთოლი და ასევე ესე ვთქვათ ესენიც უნდა ჩაიწყოს, ოღონდ ისე რომ არ დაზიანდნენ ფოთლები. თუ დაინახეთ რომ ფოთოლი გახმა, ყურძნის ფოთოლი მე მგონი საკმაოდ დიდია. არა, რატო დაკეცავ ყურძნის ფოთოლს, ხო შეიძლება რომ დაკეცოთ და ისე ჩადოთ. დიახ, დაკეცავთ პარკში, პატარა პარკში ჩადებთ და ისე ჩადებთ, რომ ესე ვთქვათ არ
დააზიანდეს. თუ მაგალითად რაღაც პერიოდის მერ დაინახეთ, რომ დააზიანდა, უკვე შეგიძლიათ ახლით გამოცვალოთ. საერთოდ ჯობია ყოველ ახალმთვარეობაზე გააკეთოთ ეს, აი რომ ამბობთ ხოლმე, რომ ფული ვანახოთ, მარტო ფული კი არ უნდა ანახოთ, რაღაც წესებიც უნდა იცოდეთ და რაღაც ესე ვთქვათ, აი ესეთი რიტუალების საფულის განახლება, თუნდაც ის ცეცხლის ალის შემოვლება, ეს ძალიან კარგია. ასევე ძალიან კარგია $1 თუ სამკუთხედად დაკეცავთ, თაფლს გადაусმევთ და ცაფს წაусმევთ და ჩადებთ გამჭვირვალე პარკში და ისე შეინახავთ საფულეში, ესეც ერთ-ერთი საუკეთესო თილისმა გახლავთ. ასევე მონეტები თუ გაქვთ უცხოეთში მოგზაურობის დროს დარჩენილი, აი ეს მონეტები შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ აუცილებლად ამ მონეტებს მიხაკის ზეთი უნდა წაუსვათ და ისე უნდა ჩადოთ ალბათ ჯობია რომ ეს საფულეში. მონეტა იყოს უფრო ოქროსფერი ვიდრე ვერცხლისფერი, ხო? დიახ, მონეტები უნდა იყოს ძირითადად ოქროსფერი, იმიტომ რომ ფერი თვითონ განაპირობებს ფულს და იმიტომ რომ ოქროსფერი თვითონ განაპირობებს ცეცხლის სტიქიას, ცეცხლი ნაკლებად გვაქვს წელს და ამიტომ მოკლედ ესე უნდა გაკეთდეს საფულის განახლება. მე არ ვიცი ხა რამდენი რჩება დრო სექტორებისთვის. ერთ-ერთი კითხვა მაქვს, ეს ვარსკვლავი ტელემაყურებლის კითხვაა ჩემთან, იყო ესეთ კითხვა და თქვენთვის იყო ეს და ფენშუისთვის განკუთვნილი, ესე იგი ძველს რა უყოთ, აი ეს რაც ადრე ქონდა ჩვენ დაჩადება. კი ბატონო, ძველს რა უყოთ? აი მაგალითად ეხა მე მოვიტანე თქვენს წინაშე, ეს გახლავთ ბაგუას სარკე, მათვისაც გაქვთ სახში ესეთი სარკე და თქვენ ეს სიმბოლო გიკიდიათ ფანჯარაზე ან კარებზე იმისთვის რომ გაანეიტრალოთ გარეთა პერიმეტრიდან წამოსული ნეგატივი. აი ეს მოხსნათ უნდა 4-ში ღამე. თვითონ შუშა უნდა სარკიანი მხარე, უნდა აიღოთ და ჩამარხოთ ხის ძირას და აი ეს ფოჩი უნდა დადოთ საახალწლო მაგიდაზე და ეს ფოჩი უნდა შემოიტანოს მეკლემ. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ეს ფოჩი ჩანთაშიც ჩაიდოთ როგორც თილისმა, ან შეგიძლიათ შეინახოთ და მთელი წელი შენახული გქონდეთ ისეთ ადგილას რომ არ ჩანდეს და ეს იყოს თქვენი სახლის სამხრეთ აღმოსავლეთი მხარე. აი რა შეეხება ბაგუას სარკეს, ასე ხდება. რა არის საერთოდ ბაგუას სარკე, რომ იქნებ გავაგებინოთ რა საჭიროა. ბაგუას სარკე, ეს გახლავთ სარკე, რომლის ერთ მხარესაც არის სარკე და მეორე მხარეს ეს გახლავთ ინი და იანის იეროგლიფი, ეს კიდე გახლავთ 8 სექტორი, 8 ზონა. ანუ ჩვენი სახლი იყოფა სექტორებად. 8 სექტორი გვაქვს, ძირითადი 4, ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი და დამატებითი 4 მხარე. აი ეს სარკე თავისი, ესე ვთქვათ, სიმბოლური გრაფიკით აკეთებს იმას, რომ სახლის 4-ვე პერიმეტრის ენერგიას აბალანსებს და მოყავს ჰარმონიაში. ეს იყიდებ, აი ეს შიგნით ამ მხრიდან ხდება. ეს კი უყურებს, აი წარმოიდგინე, რომ ფანჯარაზე იყიდება, ეს გარეთ არის შუშის მხარე, ეს კიდე რომელიც ახლა მე ავხსენი, ეს არის შიგნიდან. შიგნით ასე მუშაობს და რაც ვთქვი, და სარკიანი მხარე კიდე მუშაობს იმაზე, რომ აი მოპირდაპირე მხარეს თუ გიდგათ რომელიმე ნაგებობა, რომელიც კუთხით არის თქვენი სახლისკენ მომრთული, ან მაგალითად საავადმყოფო მოჩანს თქვენი სახლიდან, ან სასაფლაო მოჩანს თქვენი სახლიდან, მაშინ აუცილებლად გჭირდება ამ მხარეს აი ესეთი სარკე, რომელსაც აქვს თავისი წარმატების კვანძი, ეს გახლავთ წარმატების კვანძი და თვითონ სარკე კიდე გახლავთ ძალიან ძლიერი დამცავი. ხო ვამბობ არა, ეს გარეთა პერიმეტრზე მუშაობს, ეს კიდე შიგნითა პერიმეტრზე. სამგვარყოფით ენერგიას. რა თქმა უნდა, ამას აისხლიტავს და უშვებს უკან. ეს არის პატარა ბაგუას სარკე სახლის ნაგებობებისთვის. თუმცა არის გვაქვს კიდე ისეთი სარკე, ისეთი პრობლემები, აი მაგალითად დიდი საოფისე ნაგებობებისთვის, როდესაც ესეთი პატარა სარკე კი არა, უფრო დიდი სარკე გჭირდება. ბიზნეს პროექტი, ბიზნეს მომსახურება, ბიზნეს ფენშუი, სასტუმროების, ბანკების ფენშუი სულ სხვა რამეა და იქ რო თქვენ დაუშვათ ესეთი პატარა ბაგუას სარკე დაკიდოთ და ამით აიცილებთ რომელიღაც დაუშვათ ბანკის ნაგებობიდან წამოსულ ნეგატივ ენერგიას, ეს არ ხდება ესე, იქ უკვე სხვა ფორმები, იქ უკვე სხვა ჩართვებია საჭირო და იქ უკვე არა მარტო ინტერიერის, არამედ ექსტერიერის შეცვლამაც შეიძლება მოგიწიოთ, მაგალითად ის რომ ის მხარე საიდანაც მოდის ნეგატივი, ჩასვათ სარკეებში და შუშებში. აჰა, გასაგებია. წეგი, ჩვენს ერთ-ერთ ტელემაყურებელს ჰქონდა ესეთი კითხვა თქვენთან, მე მახსოვს ესეთი, ეკიდა ესე იგი სურათი სახლში და ვინც დახატა ეს სურათი, ის ქალბატონი გარდაიცვალა და ჰქონდა სეროზული პრობლემები და შემდგომ ესე იგი ამ ეს სურათი მან
ჩამოხსნა, გადაიტანა სამზარეულოში, იმიტომ რომ ქმარი არ მაძლევდა უფლებას ამის გადაგდებას, მაგრამ ოჯახში დაიწყო ზუსტად იგივე პრობლემებიო, რაც ეს სურათი ჩამოკიდეთო, რაც ჰქონდა იმ ქალბატონს, მათ შორის დაავადებების სახე და შემდგომ. და აი რა ვქნათო თქვენთან იყო ესეთი კითხვა, რომ აი ქალბატონი ეკა როცა იქნება ეს კითხვა დაუსვეთ. იმ ადგილას ახლა მეო ჩამოვკიდეო რამდენიმე ტოტიო ნაძვისო. მაგრამ ეხა შემდგომ რა ვქნა და როგორ მოვიქცე არ ვიციო. კი ბატონო, გიპასუხებთ, ოღონდ ჩემი პასუხი არის ზოგადი და არა პროფესიონალური, კვალიფიციური ამ წუთას. ასეთ ამ ადამიანს შეუძლია მე დამიკავშირდეს და ესე ვთქვათ, უფრო კონკრეტული პასუხი მიიღოს, მაგრამ ჯერა რომ შეიძლებოდა მსგავსი ფაქტი მომხდარიყო. ნივთი არ აქვს მნიშვნელობა, ეს სურათია, ესე ვთქვათ, თუნდაც რაიმე ქვარი თუ ეს არის რაიმე თუნდაც კოვზი არ აქვს მნიშვნელობა, თუ ჭიქა, ნივთი რომელიც თქვენ სახში შემოდის აი რატო ვამბობ წინააღმდეგი ვარ ყოველთვის ანტიკვარული ნივთების. თქვენ არიცით ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები. თქვენ არიცით ვისი ენერგეტიკა დამახსოვრებული ამ ნივთებს, მით უმეტეს სარკეებს. თქვენ არიცით ეს ფოტოსურათი იმ ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში კი ვიცით ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ვიღაცა უბედურ ადამიანს ეკუთვნოდა, მაგრამ როცა თქვენ ეს უბედურება შემოგაქვთ თქვენს ოჯახში, ნუ ახლა იქ ზედმეტი ალაპარაკი იმაზე, რომ პრობლემა ზუსტადაც რომ აქედან წარმოიშვა და შეიძლებოდა ყოფილიყო აქედან წამოსული პრობლემა. იმიტომ რომ ნივთი ჯერ ეს ერთი შეგუებულია ენერგეტიკულად იმ ადგილს, სადაც ის იყო წლების განმავლობაში, მერე აიღეს ჩამოხსნეს, ის უკვე გადავიდა სხვა ზონაში, ის უკვე თავისთავად ნეგატივში მოვიდა, იმიტომ რომ ადაპტაციის დრო ჭირდება თავისთავად, რომ უკვე იმ აურას მოერგოს და ეს თუ კიდე ნეგატიური ენერგია იყო და ამ ნივთმა დაიმახსოვრა იმ ქალის ტკივილი, პრობლემები, ავადმყოფობა და სიკვდილიც კი. და მერე თქვენ ეს ნივთი წამოიღეთ სახში. ნივთების გასუფთავება ეს იმდენად რთული პროცესია, მიშა, რომ არ შეიძლება მე მაგალითად არ დავიჯერებ, რომ ნივთი სუფთავდება. მე ისეთი მაგალითები მაქვს მოსმენილი და ნაანახი, რომ ნივთების გასუფთავება თითქმის არ ხდება, იმიტომ რომ მათ აქვთ კოდი ჩაფიქსირებული იმდენად ღრმად, რომ როგორი ნაკურთხი წყლითაც არ უნდა გაირეცხოს თუ გაიწმინდოს. არ უნდა დაიტოვოთ ასეთი ნივთები სახში. მარტო შენ კი არა ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი ასეთი, აი მე ელემენტარულს გეტყვით, აი ჩემ მაგალითზე, ერთი წლის დაწყებული მქონდა ფენშუის მომსახურება და მუშაობდი ერთ-ერთ პროექტზე და იმ დილით რო ავდექი ხელზე გავიკეთე ბეჭედი, რომელიც მაჩუკა ერთმა ქალბატონმა, რომელმაც სიცოცხლე დაამთავრა ძალიან მძიმედ ავადმყოფობით, სიმსივნე და ასე შემდეგ. და პროექტზე მუშაობდი და დამავიწყდა ყველაფერი. მუშაობ და ვერ ვიხსენებ ვერაფერს. რა დამკინაღამ გავგიშდი, ნუ რა ხდება ვერ მივხვდი. მივატოვე ყველაფერი, დავიწყე კითხვა ისევ თავიდან ეტყობა, ვერ გამიგია რა მისწავლია თქო, თავში ნუ ვერაფერი ვერ აღვიდგინე და ძალიან განვიცადე, რომ რა მჭირს თქო. მე დავჯექი განმარტოვდი ჩემთვის და ვფიქრობ რა ხდება, ღმერთო გამოგებინე რა მჭირს. და უცებ აი რაღაცა მომივიდა, რაღაცა ხმა, რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ ხელზე მიკეთია ბეჭედი, რომელიც უნდა მოვიხსნა. იმიტომ ეს არის ენერგეტიკა, რომელიც მე არ მიშვებს სამუშაოდ და მოვიხსენი ეს ბეჭედი და რომ მივედი მაგიდასთან, აი ესე წყალვით აღდგა ყველა ინფორმაცია და ისე კარგად წავიდა მთელი სამუშაო პროცესი, რომ აი მე პირველად მაშინ მივხვდი, რომ არ შეიძლება შენ როდესაც ვიღაცის პროექტზე მუშაობ, შენ როდესაც ვიღაცის სახლის ენერგეტიკაში ისე ხარ შესული, რომ იმ ადამიანებზე კარგად ვიცი ხოლმე სახლი, ვინც იმ სახლში ცხოვრობს, როცა მე ვმუშაობ, არ შეიძლება შენ გეკეთოს ნივთი, რომელიც ატარებს სიკვდილის ენერგიას. არ მომცა კოსმოსმა ამის გაკეთების უფლება და მე ჩამიკეტა მუშაობის საშუალება. მე ამას მივხვდი. ეს არის ერთგვარი გამოცდილება საკუთარ თავზეც ჩემი და ნუ ამის მერე უკვე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, როგორი დღეებია, ახალმთვარეობა თუ მზის დაბნელება, ამ დღეებში მე არასოდეს არ მუშაობ ჩემს მომხმარებელზე და ყოველთვის ვცდილობ, რომ განწყობა იყოს პოზიტიური და ვიყო კარგად, იმიტომ რომ ჩემი ენერგეტიკა შედის მერე ამ ადამიანების სახლებში და ეს აუცილებელია და ეს თავარი მოთხოვნა საკუთარი თავის წინაშე. თუ თქვენ თვითონ ხართ ნეგატიური, თუ თქვენ თვითონ ხართ აგრესიული, თუ თქვენ თვითონ თვლით რომ უიღბლო ადამიანი ხართ და მუდმივად პრობლემებით და მუდმივად ესე ვთქვათ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობით ცხოვრობთ, პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ამის გადახარშვა. მაშინ თქვენ ვერასოდეს ვერ უშველით თავს. ყოველთვის მე ვფიქრობ, რომ ჯერ საკუთარ თავს უნდა უშველო, რომ მერე
იყო კარგი მშველელი სხვისი. ცეგი რა უყო ჩვენ მაინც სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. სამხრეთ-დასავლეთ მხარეს რა უყოთ მიშა და მოვიწვია ცალკე გადაცემაში ამ თემასთან სასაუბრო და ვილაპარაკებ რა უნდა გავაკეთოთ. კი ბატონო, შემოკარგებო, ესე იგი ამაზე ვისაუბროთ ჩვენ კიდე შემდგომ, თუ ეს იქნება ერთ-ერთი ურთულესი ზონა მომავალ წლის განმავლობაში, ნუ გარკვეული დაცვა საჭირო და შემდგომ და ნუ აქ უკვე რუქაც არის საჭირო გასაკეთებელი ცალკე და ასე შემდგომ ფენშუის რუქა. ოღონდ შემთხვევაში მე მინდა მადლობა გადაუხადო ეკას, იმიტომ რომ ტრადიციულად საინტერესო იყო, იმიტომ რომ ხედავთ რომ ეს მაქსიმალურად ნაკლები ვილაპარაკო, რომ მივცე საშუალება გამოთქვას ის ინფორმაცია, რომელიც მას აქვს და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იწყება ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. კვირას მე გესაუბრები თქვენ უკვე ასტროლოგიური კუთხით დაუშვათ იგივე აღმოსავლური ასტროლოგიის ხედვაზე და იმაზე თუ როგორი იქნება მომავალი წელი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის, უკვე ოღონდ ასტროლოგიური ხედვით დღეს ესე იგი ეკამ გაგვასწრო ფენშუის პრინციპები და ხედვა და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის, ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის და იმედი ვიქონიო რომ მომავალი წელი იქნება გაცილებით უკეთესი, უფრო ბარაქიანი, უფრო დემოგრაფიული კუთხით სასიკეთო ჩვენთვის და სასიკეთო ცვლილებების წელიწადი იქნება. დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. მე ვერ მოვასწარი მართალია 2019 წლის სახლის სექტორებისთვის რა უნდა განვათავსოთ, როგორ სად რა უნდა დავდგათ. ამის თქმა თუნდაც იმისთვის რომ აი ამ ნეგატიური ენერგიების განეიტრალება შევძლოთ, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ალბათ მომეცემა დრო და ესე ვთქვათ უახლოეს მომავალში კიდევ ერთ გადაცემას მე აუცილებლად გაგიხსნით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა დავიცვათ თავი მომავალი წლის ენერგიებისგან. მაგრამ ჩრდილოეთით გაჭრილ სახლებს რაც შეეხება გილოცავთ თქვენ გამოხვალთ ამ პრობლემებისგან და თქვენ თვითონ დაინახავთ როგორ მუშაობდა თურმე მართლა ეს პროგნოზი იმაზე რომ აქ იყო მთელი ნეგატივი, არაერთი ვარსკვლავი ნეგატიური, არამედ რამდენიმე ვარსკვლავების ესე ვთქვათ აკუმულირება მოხდა ამ ზონაში და შემოკარგო, მეც გისურვებ წარმატებას, ჩვენ ხვალ დილით 10 ნახევარზე ვნახავთ ამ გადაცემას კიდევ, თუ გაინტერესებთ ხელმეორედ და მე გემშვიდობებით, კვირა შევხვდებით ერთმანეთს, მომავალ შეხვედრამდე.